ახალი თვითმმართველობები და საჯარო პოლიტიკა იგეგმება თუ არა ცვლილებები თვითმმართველობებში და თანამშრომლების გათავისუფლება. ინტერაქტივს უყურებთ ახალციხის მეცხრე არხის და ტელეკომპანია ბორჯომის ეთერში გამარჯობათ. პროექტს ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ტელეკომპანიებთან ბორჯომთან, ახალციხის მეცხრე არხთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად ფონდის ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ნედის მხარდაჭერით. ბორჯომის სტუდიაში დღეს დაგეგმილ ცვლილებებზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ისაუბრებს, ასევე თბილისის სტუდიიდან ჩვენი სტუმარი იქნება და ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო მერებაშვილი. ახალციხის სტუდიიდან ჩვენი შეკითხვებისთვის უნდა ეპასუხა და ახალციხის სტუდიის სტუმარი უნდა ყოფილიყო ახალციხის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, თუმცა როგორც ჩანს ამ კითხვებზე საპასუხოდ მათ დღეს ვერ მოიცალეს. ბატონ დიმიტრი, თქვენ უკვე გააკეთეთ განცხადება მოსვლისთანავე იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურში მუნიციპალიტეტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში იგეგმება საკადრო ცვლილებები. როგორი იქნება თქვენი საკადრო პოლიტიკა და რამდენი თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებთ მუნიციპალიტეტიდან? ერთ შენიშვნას შესწორება შევიტან. ახალი კანონის მიხედვით სახელწოდება იცვლება მუნიციპალიტეტის და იქნება თვითმმართველი თემი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ინფორმაციისთვის უბრალოდ. რაც შეეხება ცვლილებებს, მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით 3 ივლისიდან ამოქ ძალაში შევიდა კანონი, რაც გულისხმობს წმუნებულებისა და მათთან არსებული სპეციალისტების სამსახურების ლიკვიდაციას, რაც ნიშნავს განმარტავ, რომ ავტომატურად ეს ამ თანამდებობაზე ყოფი პირები არიან განთავისუფლებულები. თვითონ ინსტიტუტები, ესე დავარქმევდი, არის ლიკვიდირებული, იქნება ახალი ეგრეთ ვთქვათ თანამდებობა წარმომადგენლის, გამგებლის სოფლებში და იმ შემთხვევაში თუ მოქმედი თანამშრომლები არ დაინიშნებიან ან წარმომადგენლის ადგილზე, ან მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობაზე, მაშინ კანონმდებლობა ითვალისწინებს მათთვის 3 თვის კომპენსაციის გაცემას. ამ ეტაპზე ხდება შერჩევა. წმუნებული და თანაშემწე არის უკვე გათავისუფლებული. 3 ივლისს შევიდა კანონი ძალაში და ეხა მიდის ფიქრი იმაზე, თუ რომელი არსებული ძველი წმუნებული შესაძლებელია რომ დარჩეს წარმომადგენლად, ასევე მიმდინარეობს ახალი კადრების მოძიება ამა თუ იმ სოფლის ტერიტორიულ ორგანოში. ანიშნით მოხდება მათი გათავისუფლება და შერჩევა. არა, გათავისუფლება არ დანიშნა თავიდან, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ ამა თუ იმ თემში. გასაგებია, კიდევ ერთ განმარტებას გავაკეთებ, რომ კანონი ჩვენ შეზღუდვას არ გვაძლევს იმაში, რომ აუცილებლად ტერიტორიულ ორგანოს უნდა ყავდეს ერთი წარმომადგენელი. თუ ჩვენ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას და ასევე არსებული ფორმულა, რომელზეც ვილაპარაკებთ, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობას, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ბორჯომის ტერიტორიულ ორგანოში არსებული 33-ვე სოფელს გქონდეს ცალ-ცალკე წარმომადგენელი, ან შესაძლებელია საერთოდ მე არ დავნიშნო წარმომადგენელი, მანდაც შეზღუდვა არ მაქვს. ანუ სრული თავისუფლება თემში, რომელიმე დიდ თემში გყავს ბაკურიანი, ყვიბისი, ახალდაბა, ასეთ დიდ თემში გყავდეთ რამდენიმე წარმომადგენელი. შესაძლებელია ისე უბრუნდები ბიუჯეტიდან და იმ რაოდენობიდან გამომდინარე. ამ ფორმულას, რომელზეც მე ალბათ ვისაუბრებ, ამ ფორმულას არ უნდა გავცდე, რომელიც ზღუდავს რაოდენობას საჯარო მოხელეების. კარგით, მოდით მაშინ, რადგან ეს ფორმულა ახსენეთ, ვისაუბროთ რა ფორმულით მოხდება რაოდენობის განსაზღვრა, თუ რამდენი საჯარო მოხელე იმუშავებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ეს ფორმულა ასეთია, რომ საბაზისო რაოდენობა არის 30 ადამიანი, ამას ემატება კიდევ 13 ადამიანი, რომელიც იანგარიშება საარჩევნო ოლქების რაოდენობიდან და მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის რაიონში 13 საარჩევნო ოლქია. და პლუს ამას ემატება ყოველ ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარეობს დარჩენილი და ანუ ყოველ 500 ამომრჩეველზე შესაძლებელია რომ ყავდეს ერთი თანამდებობის პირი. ეს გამოდის, რომ ჯამში ჩვენ უნდა ყავდეს 96 თანამშრომელი. რამდენი თანამშრომელია მუნიციპალიტეტში? ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არის 119 თანამშრომელი. სამწუხაროდ გებით ფაქტის წინაშე, რომ 23 ხო ესია თანამშრომელი
უნდა გავანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობები. ქალბატონო ნინო, თქვენ მოისმინეთ ის ფორმულა და ის რაოდენობა, რის მიხედვითაც მოხდება საჯარო მოხელეების შერჩევა და დაკომპლექტება მუნიციპალიტეტში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. როგორ შეაფასებთ, რამდენად სამართლიანია ზოგადად ეს მიდგომა? იქნა გამომდინარე, რომ დამოკიდებული არის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანთა რაოდენობა, უშუალოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობასთან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს რაღაც გარკვეულწილად წარმომადგენლობითი სახერახან აქვს, უფრო მეტად ადეკვატური და გონივრულია. თუმცა მნიშვნელოვანი არის და პრობლემური არის ის საკითხი, რომ ამ რეფორმის გასატარებლად აუცილებელი მოხდება მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების გათავისუფლება და შემდეგ ხელახლა დაკომპლექტება სამუშაო ადგილების. რაც შესაძლოა იყოს პრობლემური, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ნიშნით შეიძლება მოხდეს გარკვეული საჯარო მოხელეების შერჩევა. ამიტომ მართალია ფორმულა არის საკმაოდ სწორედ ჩამოყალიბებული, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრაქტიკაში მისი გატარება მოხდეს სწორედ, კარგად და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული პირები, რომლებსაც აქვს მაღალი კვალიფიკაცია და საკმაოდ სამუშაო გამოცდილება, არ იყვნენ გათავისუფლებულები უმიზესოდ. ან ამ შემთხვევაში არ დარჩნენ სამსახურის გარეშე. პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან გათავისუფლება ახსენა ქალბატონმა ნინომ. როგორი იქნება თქვენი მიდგომა ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტში? მოგახსენებთ, მე დავეთანხმები ქალბატონ ნინოს სისტორიაში ამ კანონპროექტის მე და ხშირად ქონია საუბარი და ვიყავი იმაზე, რომ რეგულაციები რაოდენობისთვის აუცილებელია, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ იყო ინფორმაციები, რომ მაგალითად ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში წუნებულს 16 სპეციალისტი ყავდა და ერთ-ერთ მცირე ანუ ჩარჩოებში უნდა ჩაიწეროს. დასაკვირველია ეხლა რომელიც ხელმძღვანელობა რომ მან მსგავსი ქმედებები არ გაიმეოროს და არ გაიზარდოს ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი არ გახდეს ზუსტად იმ პოლიტიკური ნიშნით არჩეული თანამშრომლებისთვის რაღაცა შემოსავლის წყაროდ და როგორც იყო თქვათ ყადაღებული თბილისის მერიის სამსახურებში და აიპებში დასაქმების თემა. რაც შეეხება პარტიული ნიშნით გათავისუფლებას მე ესე ვფიქრობ, არც ერთი რეგულაცია ამის პრევენცია არ იქნება, რა კანონიც არ უნდა შეიქმნას, ეს არის უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩემზე დამოკიდებული, იმიტომ რომ მე ვარჩევ კადრებს, მე უნდა ავარჩიო ის ხალხი, რომელიც ჩემთან იმუშავებს და მე უბრალოდ მინდა მიმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ეხლა მუშაობენ მუნიციპალიტეტში და მინდა უთხრა, რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ არანაირი პარტიული ნიშნით მათ სამსახურიდან დათხონა არ ემუქრებათ. რა ნიშნით შეარჩევთ ამ ადამიანებს? მე ვიმყოფები უფრო კომფორტულ მდგომარეობაში, შესაძლებელია სხვა არჩეული გამგებლებისგან, იმიტომ რომ მე ერთი წელი ვიმუშავე, მოგეხსენებათ. ანუ კარგად იცნობთ ამ გულს? ეგ მინდა რომ თქვა, კი, ვიცნობ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე მათთან და უკვე კარგი სრული წარმოდგენა მაქვს, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, არა შესაძლებელია 100%-ით არა, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტით ვიცნობ მათ შესაძლებლობებს და შერჩევა პროფესიონალიზმის კუთხით მოხდება. თქვით უკვე რომ იყავით გამგებლის მოადგილე, იცნობთ ამ გუნდს, იცით მათი შესაძლებლობები. თუ თვლით რომ რომელიმე მათგანი ვინმე იქიდან არ არის კომპეტენტური, ვის გაშვებასაც ბუნებრივია დააპირებთ უახლოეს მომავალში. მაშინ რატომ აქამდე არ განხორციელდა ეს ცვლილებები? ანუ საჭირო იყო თუ არა არჩევნები ამისთვის გამგებლის? მოგახსენებთ, არ განხორციელდა, მე მაგაზე პასუხს ვერ გაქვს, იმიტომ რომ გამგებელი მე არ ვიყავი და მე არ ვწყვეტი საკადრო პოლიტიკას ამ ხნის განმავლობაში. თვლიდით რომ თანამშრომლები იყვნენ გასათავისუფლებლები? კი, რაღაც კატეგორია გეთანხმებით, მაგრამ რაც შეეხება კიდევ შევეხმიანები ქალბატონ ნინოს ნათქვამს, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია ეს კანონი, იმიტომ რომ ახალ არჩეულ გამგებელს საშუალება ეძლევა, რომ პროფესიონალიზმის კუთხით თავიდან დააკომპლექტოს გამგეობა იმ წევრებით, რომელთანაც მეც და სხვა არჩეული გამგებელი იმუშავებს. კარგით, ვიდრე ვისაუბრებთ სტრუქტურულ ცვლილებებზე, როგორ განხორციელდება ეს ცვლილებები. ქალბატონო ნინო, რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა აქამდე საჯარო მოხელეების შერჩევა მუნიციპალიტეტებში და საჯარო სამსახურებში? თქვენ კვლევა ჩაატარეთ თქვენმა ორგანიზაციამ, როგორც ვიცია ამ საკითხზე და არა მარტო ამ საკითხზე. ანუ ჯერ ერთი რაღაცა რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ერთადერთი ხარვეზი რაც ახლა დავინახე ამ კანონპროექტში არის ის, რომ ერთი პიროვნების მიერ ხდება კადრების შერჩევა.
ეხლა ზუსტად ახალი კანონი იქნა მიღებული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების შესახებ, რომლის თანახმადაც თვითმმართველობებში, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებში, საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დასანიშნად აუცილებელია კონკურსის ჩატარება და ყველა საჯარო დაწესებულებაში იქნება სპეციალური საკონკურსო კომისია. Ხოლოდ გამგებელი თუ გამგებლის მოადგილეებს ვფიქრობ, რომ არ უნდა წყვეტნენ, უკეთესი იქნება თუ კი შეიქმნება რამოდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომლებიც შესაბამისად შემდეგში მოახდენენ ამ კადრების შერჩევას, თუმცა ეს ეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, აი დაუშვათ სპეციალისტებს, ან უმცრო სპეციალისტებს ადგილობრივ თვითმმართველობებში, რა თქმა უნდა, არ ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ასევე ეს კომისიები უნდა დაკომპლექტდეს ისევ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პოლიტიკური ფიგურებით, პირველი პირებით თუ ვის გულისხმობთ ამ კომისიებში? ანუ კანონის თანახმად კომისიები, რომლებიც იქნება ყოველ საჯარო დაწესებულებებში, კომპლექტდება უშუალოდ საჯარო დაწესებულების მოხელეებისგან, ისევე როგორც მოწვეული სპეციალისტებისგან. მოწვეული სპეციალისტი შეიძლება იყოს კონკრეტული დარგში კარგად გაცნობიერებული პიროვნება, ექსპერტი, დიახ. ასევე იქნებიან მოწვეული დამოუკიდებელი პირები, ესენი შეიძლება ასევე მათ შორის იყვნენ დაუშვათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ანუ ასეთი სახის კომისიების შექმნა ბევრად უფრო გამჭვირვალეს ხდის თვითონ პროცესს და ამასთან ერთად იძლევა მეტ გარანტიას იმისა, რომ რაღაც პიროვნული შეხედულებებიდან ერთი ადამიანის პიროვნული შეხედულებებიდან გამომდინარე თუნდაც ობიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე არ მოხდება კადრის შერჩევა. თუმცა ამ კომისიებსაც ისევ გამგებლები და მერები დააკომპლექტებენ. ესეა თუ არა? თუ გამგებლები, ან საკუთარი პიროვნული გადაწყვეტილებით დააკომპლექტებს ისევ ამ კომისიას, მაშინ რა იცვლება? კი ბატონო, ანუ ეს როგორ არის, ყველა შემთხვევაში საჭირო არის გამგებლის ნებართვა და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისინი ხელმძღვანელობდნენ უშუალოდ ამ კომისიებს და იყვნენ თავმჯდომარეები. თუმცა მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ კი დაუშვათ კონკრეტული პირი არ იქნა თანამდებობაზე დანიშნული, მას ექნება საშუალება მიმართოს მთელ კომისიას და იკითხოს თუ რატომ არ მოხდა, ანუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილება ის, მაშინ როდესაც ამ კონკრეტულ არ შეირჩა. კი, რა თქმა უნდა. შესაბამისად მეტი გარანტია არის უბრალოდ იმისა, რომ უფრო ობიექტურად ჩატარდება ეს კონკურსები. ბატონ დიმიტრი, როგორ დაკომპლექტდება მუნიციპალიტეტი? რა სტრუქტურული ცვლილებები იქნება დაგეგმილი უახლოეს მომავალში? კი ბატონო, მოგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეყოლება 2 მოადგილე, ასევე იქნებიან სამსახურის უფროსები. სამსახურების რაოდენობა დაახლოებით საშუალოდ იქნება 8-9 მაგ რაოდენობაზე. დღეს არის 6 სამსახურია მუნიციპალიტეტში. ასევე მუნიციპალიტეტში რასაკვირველია იქნება სამსახურებში განყოფილებები, ამ განყოფილებებში იქნება სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის ან წამყვანი სპეციალისტების თანამდებობა. რამდენ ლოგიკურია, რომ იზრდება რაოდენობა სამსახურების და მცირდება თანამშრომლების რაოდენობა? რის ხარჯზე? ანუ თითო განყოფილებაში შემცირდება, კიდე თუ ეს განყოფილებები გაიყოფა თუ ახალი განყოფილებები შეიქმნება. მოდით ჩამოვთვალოთ, ალბათ უკვე კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული, რომელი იქნება ეს განყოფილებები, რა ცვლილებები განხორციელდება, სიახლეები რომ თქვათ, რაც იქნება კონკრეტულად. მონახაზ გავაკეთებ კონკრეტულად ვერ ვიტყვი სამსახურების დასახელებას და რაოდენობას, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ სამსახურები რასაკვირველია გაიზრდება, მაგრამ იქ მომუშავე თანამშრომლების პასუხისმგებლობა და ფუნქციური დატვირთვა გაიზრდება, იმიტომ რომ როგორც ბორჯომში, ისე სხვა მუნიციპალიტეტში იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც სხვასთან შედარებით ნაკლებად დატვირთულები იყვნენ, ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდათ. პრაქტიკულად უფუნქციოდ იყვნენ და ზუსტად ეს ფორმულა საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ოპტიმალური რაოდენობა და შემადგენლობა დავტოვოთ გამგეობაში და ამ თანამშრომლებს ჰქონდეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ თანამშრომლებს და დატვირთული იყვნენ. ამაში დაეხმარებათ მათ სამსახურების დებულებები, რომელიც ასევე საკრებულოს სხდომაზე დამტკიცება და გაწერილი იქნება უფლებამოვალეობა, შინაგანაწესი, როგორ უნდა იმუშაონ და რით უნდა იხელმძღვანელონ. მე მინდა მაინც რომ რამდენიმე სიახლე გააჟღეროთ დღეს ჩვენს ეთერში სამსახურებთან დაკავშირებით. რომელიმე სამსახურის შექმნა თუ იგეგმება კონკრეტულად ახალი სამსახურის, დიახ. შეიქმნება იურიდიული სამსახური, აქამდე იყო იურიდიული განყოფილება. მე ვთვლი და
ძალიან ბევრი კონსულტაცია გავიარეთ და ყველა მეთანხმება, რომ მუნიციპალიტეტს ძლიერი სამსახური ჭირდება და ასევე ამ სამსახურთან არსებული შიდა აუდიტის განყოფილება ჭირდება, რომელიც კონტროლს და ზედამხედველობას გაუწევს თითოეული სამსახურის თუ განყოფილების ფუნქციონირებას. ასევე მინდა აღნიშნო, რომ შეიქმნება ადრე იყო განყოფილების სახით, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური შეიქმნება, რომელსაც ეყოლება ორი განყოფილება და მე ვთვლი და მივედით იმას რამე, რომ ამ კუთხითაც აუცილებელია შეიქმნას ესეთი სტრუქტურა, რომელიც ძლიერი იქნება და კოორდინაციაში იქნება საფინანსო საბიუჯეტო სამსახურთან. დანარჩენ სამსახურებს რაც შეეხება, ნაწილი რჩება, მაგრამ რამდენიმე სამსახურთან მიმართებაში მიმდინარეობს კონსულტაცია და მუშაობა და ამ სამსახურების შესახებაც ალბათ ორშაბათისთვის უკვე ჩამოყალიბებული ვიქნებით და საკრებულო ამ სამსახურების სტრუქტურულ, ანუ ასე ვთქვათ, სტრუქტურულ რეორგანიზაციას დაამტკიცებს. რაც შეეხება სახანძრო სამსახურს და სამაშველო სამსახურს, ეს აღარ დაექვემდებარება ეს სამსახურები მოგახსენებთ მასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებისას ცენტრალურ შტოში რეორგანიზაცია არსებობდა როგორც მოგეხსენება დეპარტამენტი ამ სამსახურის სამაშველო და სახანძრო, რომელიც შიც რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს, ეს ზუსტად საქმის კურსში არა ვარ, მე მგონი სააგენტოდ უნდა ჩამოყალიბდეს. ფიზიკურად ეს სამსახურები ჩვენთან იქნება, მაგრამ იქნება პირდაპირ ცენტრალური ამ ორგანოს დაქვემდებარებაში და იქნება უბრალოდ ფიზიკურად ჩვენთან, ჩვენ რაიონში მოემსახურება ჩვენ რაიონს, ამით არაფერი არ იცვება, უბრალოდ დაქვემდებარება ჩვენი დაქვემდებარებისაგან გავა. აღარ იქნება და თქვენ ზედამხედველობას და კონტროლს და მონიტორინგს ამ სამსახურებს ვერ დაფინანსებაც, როგორც ვიცით, პროექტია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღება. ანუ ის თანხები ბიუჯეტიდან შესაძლოა გამოთავისუფლდეს და სხვა სამსახურებს მოხმარდეს. სხვა პროექტებს, რომლებზეც ჩვენ ალბათ გვექნება დრო მერე სასაუბროთ და სხვა შეხვედრებზე ამის შესახებ. კარგი, თქვენ თქვით რომ გეყოლებათ ორი მოადგილე. თუ ხართ უკვე ჩამოყალიბებული და ალბათ ხართ და კარგად იცით ვინ იქნებიან თქვენი მოადგილეები და დიდი დრო გქონდათ იმისთვის რომ ამაზე გეფიქრათ და ჩამოყალიბებული ყავთ და თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ეს ორი მოადგილე. მოგახსენებთ ორი მოადგილე იქნება, მე რასაკვირველია ვფიქრობ კანდიდატებზე მოადგილეების, მაგრამ დავიტოვებ უფლებას, რომ როგორც მოადგილეების ეს სამსახურის უფროსების ვინაობა გავამხილო ერთად, ერთ დღეს. როდის? ეს იქნება ალბათ ორშაბათს და ჩვენი შეხვედრა თუ შედგება ან ორშაბათს ან სამშაბათს ან ოთხშაბათს, მე შემიძლია დაწვრილებით მე მათზე ვისაუბრო მათ ფუნქციებზე და საერთოდ მათი საქმიანობის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ზრუნავდეს თუ არა სახელმწიფო? მინდა გითხრათ, რომ ახლა ზოგადად ბორჯომის შესახებ ზუსტად არ ვიცი ინფორმაცია, მაგრამ ის მასშტაბით ის მუნიციპალიტეტი რომლებთანაც მქონდა პირადად მე შეხება, მაგალითად ამ შემთხვევაში მაინდა-მაინც ვერ დაიკვეხდნენ მაღალი კვალიფიკაციის კადრებით იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რასთანაც რამხრივად მქონდა მათთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ის, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თვითმმართველობაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეს მნიშვნელოვანი არის თვითონ, ანუ ზოგადად აქამდე თითქოს შეინიშნებოდა ისეთი ტენდენცია, რომ მართალია კანონმდებლობის დონეზე დეცენტრალიზაცია არის მოხდარი მმართველობის, თუმცა რეალურად პრაქტიკაში იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც უფრო პასიურები იყვნენ თვითმმართველობები, თუ შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის მქონე ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებაში დასაქმებული პირები, გარკვეულწილად იმართებოდნენ ცენტრალური ხელისუფლებისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკაც იმართებოდა ზემოდან ამის შესაძლებელია ეს ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ უბრალოდ შეიძლება გამოითქვას ასეთი ვარაუდი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება კვალიფიკაციის ამაღლება კონკრეტული კადრების, ისინი იქნებიან ნაკლებად უფრო ძნელი იქნება მათი კონტროლი, ასე ვთქვათ. და ამასთან მართვადი იქნებიან? დიახ, რა თქმა უნდა და ამასთან მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ თვითონ თვითმმართველობის ფუნქციები, რაც აქვს თვითმმართველობას, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უშუალოდ ამ თვითმმართველობაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ თუ კი არ იქნებიან იქ დასაქმებული პირები მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ისინი ვერ შეძლებენ მათი ამ ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას.
ამიტომ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ითქვას, რატომაც რაც აშკარას ქმნის იმას, რომ მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო ზრუნავდეს ამ კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შესაბამისად შემდეგ ეს კადრები შესაბამისად მაღალ დონეზე უნდა ემსახურებოდნენ მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში მათი გათავისუფლებაც ალბათ პოლიტიკური და სხვა ნიშნით იქნება რთული, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო იზრუნებს მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ფულს ჩადებს საკუთარი თანამშრომლის განვითარებაზე, მაშინ მისი გაშვებაც ალბათ უფრო რთული იქნება. კი ბატონო, ეს ვფიქრობ ამ ეტაპზეც ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება ტრეინინგები უკარდებათ, მაგრამ შეიძლება იმ სიხშირით არა, როგორც დაგეგმილია ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც მუშაობს რაღაც ადგილას უკვე, არის ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ვიდრე ახალი მოსული კადრი იქნება. შესაბამისად, ეს არგუმენტი, რაც თქვენ ახლა დაასახელეთ, ამ ეტაპზეც უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც კადრების ხელახლა შერჩევა მოხდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. ბატონ დიმიტრი, ტესტირების წესი, კონკურსის წესი ახსენა ქალბატონმა ნინომ და წესით უნდა ხდებოდეს ასე კადრების შერჩევა ამ პრინციპით. თქვენ გეგმავთ თუ არა, რომ ტესტირება გაიარონ თქვენმა თანამშრომლებმა, კონკურსის წესით შეირჩნენ და ასე შემდეგ. მოგახსენებთ მაგასთან დაკავშირებით. პირველ რიგში რაც გადამზადებას ეხება თანამშრომლების, ქალბატონ ნინოს არ იცის ალბათ და მინდა უთხრა, რომ 1 იანვრიდან კანონი გვავალდებულებს, რომ მუნიციპალიტეტმა მისი ადმინისტრაციული ხარჯის 1% უნდა მიმართოს მისი თანამშრომლების გადამზადებისთვის. ეს იქნება კურსები, ეს იქნება ტრეინინგები თუ ასე შემდეგ. გვავალდებულებს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. და რასაკვირველია, ხა როდესაც მუნიციპალიტეტი თანხას ხარჯავს თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაუჩნდეს სურვილი მე გამგებელს თუ მერს, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს, როცა მომზადებული და სრულიად იქნება მზად თავისი საქმის. თანამშრომელი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. კი, ბუნებრივია, რაც შეეხება კონკურსებს, მოგახსენებთ, რომ ესეც კანონი არსებობს თვითმმართველობის შესახებ და გაწერილია შემდეგი, რომ უბრალოდ ცოტა როგორც ვიცი ბუნდოვნად არის ეს ყველაფერი და ჩვენ ველოდებით რეკომენდაციებს და შესაძლებელია კანონქვემდებარე აქტის სახითაც იყოს, თუ ვის შეეხება და რა ფორმით კონკურსები. ამ ეტაპზე მოგახსენებთ, რომ სპეციალისტები, რომლებიც კონკურსით ეხლა არიან დანიშნულები, კი მათ კანონი ავალდებულებს, რომ 6 თვეში გაიარონ ატესტაცია, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულები, ისინი კანონი ავალდებულებს მათ, რომ არჩევნებიდან 120 დღეში გაიარონ კონკურსი. ეს კონკურსი იქნება ჩატარებული მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ქალბატონმა ნინომ ახსენა კომისია და თქვენც კომისიის შემადგენლობაზე იყო საუბარი. გეთანხმებით ამ კომისიაში შედის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, მაგრამ ჩვენთან იყო პრეცედენტი ყველა ამ ეს არ შეუშლის ხელს იმას, რომ ისევ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს საკადრო პოლიტიკასთან არის შეფასების სისტემა და ამ კომისიაში არიან საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც მახსოვს, არ ვიყავი წინა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ქალბატონი მარინაც იმყოფებოდა, მე მგონი თქვენი ხელმძღვანელი, იყო მისი პროკავშირების თავმჯდომარე, იყო მე მგონი იურისტი, მოწვეული, ძველი მოსამართლე იყო თუ არ, ანუ იყო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ. კი ბატონო. ერთი კომისია შეარჩევს? ყველა. კი. ანუ თქვათ ფინანსურ მხარესაც ერთი კომისია, დასაკვირველია და ამ კომისიაში იურიდიულ მხარესაც ერთი კომისია და ამ კომისიაში იყო იურისტი და ფინანსისტი, როგორც მახსოვს და იყო ორი ადამიანი, მე მგონი ვალიკო იყო ლომიძე, საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე და ქალბატონი მარინა. ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტდება ეს კომისია ისევ. არა, შესაძლებელი მოვიწვიოთ ვინმე სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარება უკვე ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი. და გადაცემის ბოლოს მინდა აუცილებლად ვისაუბროთ პრემიების და ხელფასების სისტემაზე. ქალბატონო ნინო, თქვენი მიდგომა მინდა ამასთან დაკავშირებით მოვისმინო, როგორ უნდა რეგულირდებოდეს პრემიების გაცემა და ეს უკვე პრინციპში კანონმა მეტნაკლებად დაარეგულირა, რაც შეეხება ხელფასებს. აქ როგორ უნდა ხდებოდეს დარეგულირება? მინდა შევეხო რამდენიმე სიტყვით პრემიების საკითხს, პრემიებისა და დანამატების საკითხს.
როგორც ანუ ჩვენი პოზიცია არის, რომ აუცილებელი არის პრემიების გაცემისას ხდებოდეს კონკრეტული დასაბუთება იმისა, თუ რატომ მოხდა კონკრეტულ პირზე პრემიის გაცემა, როგორც პრემიის, ისე დანამატის. და მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ ის, რომ დაუშვათ ეხლა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებაში აიკრძალა ის, რომ კონკრეტულმა პირმა გამოწეროს პრემიები საკუთარ სახელზე თუ ასე შემდეგ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ შეეხო დანამატებს. ანუ შესაბამისად არის საშიშროება იმისა, რომ იმ შემთხვევაში რითი ხელისუფლება დაუშვათ გადაწყვეტს, რომ პრემიებისა და დანამატების საკითხი დაარეგულიროს და დაარეგულირებს მხოლოდ პრემიების საკითხს, ხოლო დანამატები კი დარჩება ისე, ეს იძლევა იმის საშიშროებას, რომ უბრალოდ სახელი შეეცვლება, თუმცა რეალურად პრაქტიკა იქნება იგივე. პრემიები გადავა დანამატებში და ამით არაფერი რეალურად არ შეიცვლება. დიახ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ სახელმწიფო პოლიტიკაზე, როდესაც იწყებს, ზოგადად ჩამოყალიბებაზე როცა არიან შემდგომ განვითარებაზე საუბარი, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საკითხები იყოს გათვალისწინებული. ბატონო დიმიტრი, მინდა ასევე ისაუბროთ, როდის დასრულდება ზოგადად ეს პროცესი, საჯარო მოხელების გათავისუფლების დანიშვნის და ასე შემდეგ. რა დრო გაქვთ, თუ გაქვთ კონკრეტული ვადა უკვე თქვენ, რომ რა დროში უნდა დაასრულოთ ეს პროცესი, რომ შემდეგ უკვე უფრო ეფექტურად დაიწყოს მუშაობა მუნიციპალიტეტმაც და მის დაქვემდებარებაში არსებულმა სხვა საჯარო მოგახსენებთ ორი ინსტიტუტ პრემიებზე. მე სახად მომხრე ვარ იმის, რომ არსებობდეს საერთოდ რეგულაცია და ფორმა საჯარო მოხელის ახალისების, ეს იქნება დანამატი პრემია თუ რაღაცა, კარგი იქნება რომ რეგულირების ფორმით მოხდეს ეს. რაც შეეხება გრადაციას, ანუ თანამდებობის პირებს შორის, ზედა ზღვარი დაწესებული ქონდა პრეზიდენტს, მისი განკარგულებით ხდებოდა ამ ზედა ზღვარის დანიშვნა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თვითონ უნდა კონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება, რამდენი მიცეს და რომელი სამსახურის დასაკვირველია და დავალებული სამუშაოს მიერ თუ რა ვალდებულებები აქვს, რა უფლება მოვალეობები, რა შინაგანაწესით რა აქვს დაკისრებული, მაგრამ ჩვენ მაინც ველოდებით მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ მე თუ ვის რა რომელი სამსახურის თუ განყოფილების უფროს რა განაკვეთი ექნება. რაც შეეხება ამ პროცესის დასრულებას, მოგახსენებთ, რომ სრულდება მუშაობა ამ მუნიციპალიტეტის სტრუქტურაზე, ჩვენ რეორგანიზაციის რეჟიმში ვიმყოფებით. სავარაუდოდ ორშაბათს დანიშნული არის საკრებულოს სხდომა, რომელმაც ჩვენს მიერ წარდგენილი კანონით წარდგენილი სტრუქტურა უნდა დაამტკიცოს. იმედი გვაქვს, რომ ისეთი ოპტიმალური იქნება, რომ საკრებულო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ამ სტრუქტურის შემდგომ დაინიშნებიან ორშაბათს თუ არა ალბათ მაქსიმუმ სამშაბათს უკვე თანამდებობის პირები, ესენი იქნებიან მოადგილეები, სამსახურის უფროსები და განყოფილების უფროსები. და მე ვფიქრობ, რომ სპეციალისტები, ვიცით, რაშია საქმე, რომ თვითმმართველობის კანონი როგორც კი ძალაში შევიდა და ჩემი უფლებამოსილება განხორციელდა 14-ში, ავტომატურად მოადგილეები და მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს უკვე საჯარო მოხელის შესახებ კანონი აღარ ეხებათ ახალი რეგულაციებით და ამიტომ სასწრაფოდ გვიწევს მათი დამტკიცება, მაგრამ ის თანამდებობის პირები, ანუ სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტები რჩებიან, აგრძელებენ მუშაობას, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენლებს, ალბათ სამშაბათსავე მოხდება ახალი წარმომადგენლების დანიშვნა, რომ წარმომადგენლებას და მუნიციპალიტეტებს უკვე ეფექტურად დაიწყოს მუშაობა. ყველა წარმომადგენელს შეცვლით სოფლებში? არა, ყველას არ შევცვლი, ნაწილი შეიცვლება, ნაწილი დარჩება ახალ თანამდებობაზე. კარგით და ქალბატონო ნინო, ძალიან მოკლედ, მთავარი გამოწვევები რის წინაშე დგანან დღეს თქვენ როგორ ხედავთ მუნიციპალიტეტის პირველი პირების საკადრო პოლიტიკის განხორციელებისას? ყველაზე მთავარი გამოწვევები და მთავარი პრობლემები რა შეიძლება იყოს ამ დროს? გარდა იმისა, რომ შესაძლოა კვლავ იყოს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხი. სწორედ ხო ეს მინდოდა მეთქვა, რომ ერთის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ჩამოყალიბდეს ეს პროცესი, რაც იმიტომ რომ ანუ ზოგადად არის საკმაოდ ისეთი მტკივნეული საკითხი იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად არიან დასაქმებულები თუ იყვნენ დასაქმებულები მუნიციპალიტეტებში, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მათი გათავისუფლების შემდეგ
იყოს სწორედ ჩამოყალიბებული პოლიტიკა თითოეულ თვითმმართველ დაწესებულებაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ხელახლა შერჩევა. და ისევ მნიშვნელოვანი არის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და შეიქმნას რაღაცა ისეთი სისტემა, რომელიც მეტად ობიექტურს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს შექმნის ამ პროცესს. იმიტომ რომ ასეთი სახის სისტემის ჩამოყალიბება ამასთან იქნება გარკვეული გარანტი იმისა, რომ საკრებულო თუ გამგეობა ამ შემთხვევაში აირიდებს უსაფუძვლო გარკვეული სახის კრიტიკას თუნდაც იმ პირებისგან, რომლებიც აღარ იქნებიან ხელახლა მიღებული პოზიციაზე. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ჩამოყალიბებული მიდგომა და პოზიცია იყოს იმისთვის, რომ მოხდეს სამართლიანად პროცესის ჩატარება. და არ მოხდეს ისე, როგორც თქვათ ხდება ახლა კვლავ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ბატონო დიმიტრი. იმედი მაქვს, რომ ორშაბათს უკვე ცნობილი გახდება ბორჯომში თანამდებობის პირების ვინაობა და სტრუქტურა. მაყურებელს შევახსენებ, რომ საკადრო პოლიტიკაზე ვსაუბრობდით მუნიციპალიტეტებში. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.